დავბრუნდით პირდაპირ ეთერში იმედის დღე აგზელებს მუშაობას და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და სასიხარულო თემით. ნამდვილად. Პოზიტიური სოციალური ცვლილებები, გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვითი საკითხები. ეს ის თემებია, რომელზეც ორგანიზაცია ორბელიანი მუშაობს. მე ახლა მაქვს პატივი მაყურებელს ვაჩვენო მათი ონლაინ პლატფორმა, აი ხა ხედავს, რომელიც რეგიონებში მოხალისეობის განვითარებას უწყობს ხელს. ნიკოლოზ თორნიკე, ალბათ თქვენ გაგიგიათ გორის სოციალური მაცივრის შესახებ, ეს იდეაც სწორედ ორბელიანების არის. აი, მაყურებელი ხედავს, ამას დეტალურად უფრო გადაცემის მსვლელობისას გავხსნით. ვიდრე სტუმრებს დავპატიჟებთ, მოდით ვნახოთ რეპორტაჟი, რომელიც მარიამ ჯანელიძემ მოამზადა სოფელ კასპის რაიონის სოფელ გარიყულადან, სადაც ადგილობრივმა მოსწავლეებმა მომავლის ბიბლიოთეკა დააარსეს და მათ ამაში დაეხმარათ ორგანიზაცია ორბელიანი. სიამოვნებით. გარიყულაში წერეთლების სასახლეზე ცოტა ხნის წინ ფერადი ნახატები გაჩნდა. უკვე ერთი წელია ეზო ხშირად სკოლის მოსწავლეებითაც ივსება. მიზეზი მომავლის ბიბლიოთეკაა, რომელიც ადგილობრივი ბავშვების ინიციატივით ამ შენობის ორ ოთახში მოეწყო. ეს იყო ბავშვების იდეაც და სურვილიც, რომ ყოფილიყო აქ თავისუფალი სივრცე, სადაც შეიძლებოდათ, რომ ქონოდათ არა მარტო წიგნები და წიგნებით ესარგებლოთ, არამედ ყოფილიყო თავისუფალი სივრცე, სადაც ისინი მოვიდოდნენ და ხდებოდნენ, თუნდაც აქ წაიკითხავდნენ, ან მთელი დღის რაღაც გარკვეულ დროს გაატარებდნენ აქ. ხშირად გარიყულას მწერლები, პოეტები და მსახიობები სტუმრობენ. როგორც ადგილობრივი ბავშვები ამბობენ, შეხვედრები მათ პროფესიული მიმართულების არჩევაშიც ეხმარება. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე რა აქ მოსვლისას. გავიცანი მაგალითად მწერლები, პოეტები რა ვისწავლე მათთან ერთად ურთიერთობა, მცხვენოდა ადრე, მართლა ძალიან მცხვენოდა. უმეტეს დროს ვატარებ აქ და ეს არის თავისუფლება, რომელსაც არ აქვს ჩარჩო. აი აქ შეგიძლია მოხვიდე და გააკეთო ის, რაც გინდა. მომავლის ბიბლიოთეკა თავდაპირველად ქეთისა და მისი მეგობრებისთვის უბრალოდ ოცნება იყო. პირველ შეხვედრაზე ვიყავით 4 ბავშვი და ცოტა ცუდად ვუყურებდით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ გვეგონა რომ 4 ბავშვი ვერასდროს ვერაფერს ვერ გავაკეთებდით და ცოტა შეუძლებელი იყო. ნუ შემდეგ აღმოჩნდა ისე რომ მეორე და მესამე შეხვედრებზე უკვე ნელ-ნელა გვემატებოდნენ ბავშვები და უკვე მეოთხე შეხვედრაზე ვიყავით 15-ნი, რამაც თითქოს ერთიანი ძალა მოგვკრიბა იმის რომ ერთად ყველაფერს შეუძლებდით და ყველაფერს გავაკეთებდით. კედელზე სამომავლო გეგმა არის გაწერილი. გარიყულას სკოლის მოსწავლეები ბიბლიოთეკის კიდევ უფრო მეტი შეხვედრითა და აქტივობით დატვირთვას გეგმავენ. ეს არის ბიბლიოთეკის გეგმა, სადაც ბავშვები თავისი სურვილის მიხედვით წერენ იმას თუ რა უნდათ რომ გავაკეთოთ ბიბლიოთეკაში, ან ვინ უნდათ განსაკუთრებულად რომ მოვიწიოთ. როდესაც დათო ტურაშვილი იყო ჩვენთან ჩამოსული, ბავშვებმა მოიფიქრეს ასეთი რამ, რომ ყველა ვინც წაიკითხავდა დათო ტურაშვილის წიგნს, აიღო რაიმე ფრაზა, რაც ყველაზე მეტად მოეწონებოდა. მაგალითად, ერთ-ერთი არის უფროსების მოტყუება ყოველთვის უფრო ადვილია ვიდრე პატარების. კიდევ ერთი სამომავლო გეგმა წიგნის გამოცემაა. თინათინი მეგობრებთან ერთად გარიყულასა და ახალქალაქის შესახებ ამბებს აგროვებს. ფოტოშოპში ძალიან ისტორიული სოფლებია, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი სასახლე და ისტორიული ადგილი. და როგორ აგროვებთ ამ ამბებს? დავდივართ ქუჩებში და ვინც კი შეგხვდება, ყველას ვეკითხებით, რომ რამე ხომ არიცით ამ ისტორიის შესახებ. გარიყულას სკოლის მოსწავლეები ახლა ბიბლიოთეკის დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებიან და უკვე იმაზეც ფიქრობენ, რომ იდეების, ამბებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მომავლის ბიბლიოთეკაში ახალი ოთახები მოაწყონ. ძალიან მიხარია რომ ესეთი ახალგაზრდები ყავს და აი ნერვები მომეშალა ჩვენ რატო არ მოგვაფიქრდა ბავშვობაში ესეთი რაღაცა რომ ჩვენს გაგვეკეთებინა. მოდი ქვის ბავშვობა ჩვენ სხვანაირი ბავშვობა ქონდა მაინც. ნელი დაუკუნი იყო. ნელი დაუკუნი არა, ახლა უფრო მეტად თავისუფალი სივრცეები არსებობს იმისთვის და ამ თავისუფალ სივრცეებს თვითონ ეს ბავშვები ქმნიან და ეს არის ყველაზე მეტად სასიხარულო რომ გონება გახსნე თავისუფალ. მე მაგალითად სკოლაში მურაბები მიმქონდა თორნიკე რომ ომში გაგვეგზავნა აფხაზეთში. მე კიდე სხვა რაღაცა მიმქონდა სკოლაში, ამას მხოლოდ ჩემი თაობის ადამიანი გაიგებს რა, მოკლედ ბავშვებო, თქვენ ბევრად უფრო გახსნილები ხართ ვიდრე მე. მადლობა დეიდა ნანიკო, მე მინდა ახლა ქეთი ხაჩიძე მოვიწვიო, ორბელიანი საქართველოს დირექტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იდეების ინიციატორია. მობრძანდით ქალბატონო ქეთი. გამარჯობა ქეთი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. სანამ თქვენ მადლობა მოწვევისთვის. როგორ გეკადრებათ? სანამ თქვენ პლატფორმაზე და იდეებზე ვისაუბრებთ, მე არ ვიცოდი რომ საქართველოში ამდენი ადამიანი არსებობს, რომელსაც ასე უანგაროდ სიკეთის კეთება შეუძლია სხვა ადამიანისთვის.
ასე ახონდა როგორ შეკრიბეთ ეს ადამიანი, როგორ ნახულობთ ამ ადამიანებს? ორგანიზაცია ორბელიანი უკვე 2 წელია ფუნქციონირებს და ესეთი აქტიური ადამიანების უამრავი სხვადასხვა ინიციატივა დააფინანსა და მხარი დაუჭირა. ამ 2 წლის განმავლობაში 150-მდე იდეას დაუჭირეთ მხარი და დაახლოებით 2000 ადამიანი ჩაერთო ამ იდეის განხორციელებაში. ის რომ მოხალისეობა ერთგვარად არის უცხო ტერმინი, ან აღიქმება რომ რატომღაც გონიათ რომ ადამიანები არ გააკეთებენ არაფერს, ან გააკეთებენ ცოტას უანგაროდ, მაგრამ ჩვენ დავწმუნდით რომ რეალურად ეს ვარაუდი არ არის მცდარი, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, კარგი იდეებით და სხვადასხვა იდეებს და სხვადასხვა თემატიკის ინიციატივები დავაფინანსეთ ჩვენი დონორების მხარდაჭერით. როგორც იცით, ჩვენი ორგანიზაცია არის ერთგვარი დაფინანსების მექანიზმი, ჩვენ ვაძლევთ დიდ დონორ ორგანიზაციებს რომ მხარი დაუჭირონ ესეთ ლოკალურ ინიციატივებს. თქვენ შესავალში ისაუბრეთ, ძალიან კარგი და ნიჭიერი ბავშვები მოიყვანეთ და ისინი მუშაობენ როგორ გადაჭრან გლობალური პრობლემები. წყლის დაბინძურება. კი ბატონო, ჩვენთან ეს ადამიანები მუშაობენ იმაზე, რომ გადაჭრან ლოკალური პრობლემები, იდენტიფიცირება მოახდინონ, რა არის მათი თემისთვის პრობლემა, რისი შეცვლა უნდათ საკუთარ თემში და ამ იდეისთვის ერთად იმუშაონ. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მე როგორც ვიცი, რამდენიმე იდეა პანკისიდანაც იყო შემოსული. ჩვენ მუშაობთ მთელი რეგიონის, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს იქნება პანკისი, ეს იქნება იმერეთი, სამეგრელო და ასე. რომელი უფრო პრობლემატური იყო რეგიონი? სამკერვალოს პროექტის იდეა, ხო? კი ბატონო, იქ არის პატარა სამკერვალო, კონსერვატორი მუსლიმი ქალების მიერ მოწყობილი, რომლებიც მათთვის შესაფერის სტანის ამოსქმნიან და ერთგვარი შემოსავლის წყარო გაუჩნდათ, სოციალიზაციის სივრცე შეიქმნა მათთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენადაც ჩვენ ვაფინანსეთ ძალიან ფართო სპექტრს იდეების, ჩვენ არ განსაზღვრავთ რა თემა წამოვა, რა იდეა წამოვა, იმიტომ რომ იმ ადამიანებმა უკეთესად იციან, პანკიში შეიძლება იყოს სამკერვალო, იგივე როგორც ნახეთ, შეიძლება იყოს ბიბლიოთეკა, მაცივარის, ეს იყო იგივე ლოკალური იდეა და რომელიც მიზნად ისახავდა იმის რომ შეექმნა ერთგვარი საკვების, ანუ შემცირებინა. არ ველოდით რომ იდეები ესე გავრცელდებოდა, ანუ გორის მაცივრის დადებითი შედეგი არ იყო მხოლოდ ის, რომ თქვათ ლოკალურად შექმნა ერთგვარი მექანიზმი, სადაც ადამიანები, კი ბატონო, სოლიდარობის, ანუ შექმნა სოლიდარობის სივრცე, სოლიდარობის შეგრძნება, გააერთიანა თემი იმისთვის, რომ თქვათ იმათთვის შეჭირებულებისთვის მიეწოდებინათ საკვები, არამედ ის, რომ სწორედ იდეა გავრცელდა, რაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. მაგრამ ჭიათურაში ვსახეთ საიმედო ტურის მოგზაურობის დროს მსგავსი და იმედია, რომ ადამიანები არიან ჩართული და ავსებენ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ჩართულობა და სწორედ მარიამას პრიორიტეტი რას ენიჭება? ნებისმიერ კუთხეში შეიძლება გააკეთოთ რაღაც პროექტი, თუ გააქვთ რამე გამოკვეთილი, აი მაგალითად პანკისის სამკერვალოზე, კიდევ თუ არის მაგალითად რამე იდეები, თუ არის კიდევ რამე იდეები პანკისიდან კონკრეტულად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხის განვითარება. კი ბატონო, ჩვენ პრიორიტეტებს არ განსაზღვრავთ, იმიტომ რომ ჩვენთვის სწორედ ეს იმით გამოირჩევა ორბელიანი, რომ ადამიანებმა თვითონ უნდა მოგვაწოდონ და გითხრან, რა არის მათი თემისთვის პრიორიტეტი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მხარს უჭერთ იმისთვის, რომ ეს იდეა მოიყვანონ სისრულეში სხვადასხვა მატერიალური რესურსების მინიჭებით. გადაცემით, პანკიში შესაძლებელი ეს არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი იდეა იყო, თქვა, სათამაშო მოედნის მოწყობა, იყო მაცივარი ერთგვარად და სამზარეულო იმისთვის, რომ მოხუცებისთვის მოემზადებინათ სადილი, მოხალისეებს და უფასოდ მიეწოდებინათ კვირაში ორჯერ, ანუ სხვადასხვა ტიპის ინიციატივებია, როგორც გითხარით. მაგრამ როგორც ვიცი, ეს ინიციატივა მაგალითად პანკის დაუბრუნდები ისევ ქალბატონები, რომლებიც ამ პროექტში მონაწილეობდნენ, ახლა მათ უკვე საკუთარი ბიზნესი აქვთ და საკუთარი მატერიალური შემოსავალი აქვთ. კი ბატონო, პანკისში დაიწყო 12 ადამიანის დატრეინინგებით და შემდგომ უკვე მოხალისე მასწავლებელმა თვითონვე გააგრძელა, ახალი ეტაპზე გადავიდა და თვითონ ისევ აგრძელებს სხვადასხვა ადამიანების, სხვადასხვა ქალებისთვის ამ კერვის კურსების შესწავლას. სტარტაპების დაფინანსებას გავს და აი დამწყები ბიზნესის ხელშეწყობენ, რომ თევზი დაიჭიროს. ხელშეწყობა, დიახ. კი ბატონო, ანუ ამ შემთხვევაში პანკიში ეს იყო, ხო, სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა თემა მუშაობს და სხვადასხვა იდეა მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ ადამიანებს შეუქმნათ შესაძლებლობა. იმიტომ რომ შესაძლებლობის არ ქონა არის სწორედ სიღარიბის გამომწვევის მიზეზი და არა
ფულის არ ქონა. როგორც ამართია სენმა ინდოელმა ფილოსოფოსმა განაცხადა. კი ბატონო. ბრძენმა ბრძანა. კი ბატონო, მე მინდა ახლა მოვიწვიო ქალბატონი თამარ უგულავა ხონიდან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის ავტორი, მან ჩამოაყალიბა ახალგაზრდული სივრცე და შექმნა მადლიერების სახლი, რამაც ძალიან ბევრი ადამიანს გაუწოდა დახმარების ხელი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თამარ. გამარჯობა თამარ. რას ნიშნავს მადლიერების სახლი? იკრიბებიან და მადლობას იხდიან? გამარჯობა. მადლიერების სახლი არ შექმნილა ორბელიანის ფარგლებში, მაგრამ გეტყვით ორი სიტყვით ამაზეც, ეს არის მუნიციპალიტეტში არსებული მადლიერების და სათნოების სახლი, სადაც მოხუცები და სოციალურად დაუცველები ყოველდღიურად უფასოდ იკვებებიან და ჩვენ რაიონის ახალგაზრდები გვაქვს ის ბედნიერება, რომ წავიდეთ, მათ მოხალისეობრივად დავეხმაროთ, ან რაღაც სახსრებით სრულიად უანგაროთ, მან მოვიწიოთ რაიმე თანხები და მცირედით შემოსუბგოთ მათ ყოველდღიური ყოფა. რაც შეეხება ორბელიანის და ჩემს ურთიერთობას, ეს არის ახალგაზრდული სივრცე ჩემს სოფელში, სადაც დავიბადე და გავიზარდე და რომელიც ძალიან მიყვარს. რომელია თქვენი სოფელი, კიდევ ერთხელ თქვათ? სოფელი ნახახულები. დიახ. ნახახულები. ძალიან კარგი სოფელი. და ნახახულების ახალგაზრდული სივრცე არის ადგილი, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან და სხვადასხვა აქტივობებს მართავენ. აი რა აქტივობებს მართავენ? დაახლოებით 1 წლის წინ გამიჩნდა ეს იდეა და ორბელიანი იყო ეს ორგანიზაცია, რომელმაც დამეხმარა ფრთების შემესხა ამ იდეისთვის. აქტივობებს გეტყვით რამდენიმე თვალსაჩინო აქტივობებს ფოტოებზეც ხედავთ თქვენი ტელემაყურებელი. ეს არის სოფლმცხოვრები, მოყვარული ფოტოგრაფების ფოტოების გამოფენა, ასევე ნახატების გამოფენა, საბავშვო ბაღის მოსწავლეების და მასწავლებლების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. სოფლმცხოვრები ახალგაზრდები მართავენ ვორქშოპებს სხვადასხვა თემებზე, ეს არის ძალადობა, გენდერი. ასევე ყავდა ფონდის სოხუმის ფორუმ თეატრი მოწვეული, რომელმაც მცირე წარმოდგენა გამართა და ამაში იყვნენ ჩართული ჩემი სოფლის ახალგაზრდები. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას აკეთებთ, იმიტომ რომ მე ხშირად მიწევს სოფლებში სიარული და იქ ფაქტობრივად არაფერი არ ხდება, ნანიკო. ხო, მაგრამ ნახე უკვე მე რამდენი ახალგაზრდა მოდის და ამბობს, რომ თავის რეგიონში ამითარებს. რომ სოფლებში მაგალითად როცა ჩავდივარ ამა თუ იმ სოფელში სულ ახალგაზრდები იმას ჭირვიან რომ ჩვენთან არაფერი არ ხდება და ვცდილობთ რომ წავიდეთ ვცდილობთ რომ მაგალითად გადავიდეთ ქალაქში როდესაც მსგავსი სივრცეები იქმნება მათ უკვე უჩნდებათ იმის განცდა რომ არის პერსპექტივა რომ არის სივრცე სადაც შეიძლება მათი იდეები განხორციელდეს და ხორციელდეს წნორი სახლი რომელიც ნანა ბეგლარიშვილმა გააკეთა და ჩართულია მთელი წნორი თქვენ როგორც ვიცი მხოლოდ 20 კვადრატული მეტრი ფართი გაქვს სადაც ამ ყველაფერს აკეთებთ როგორ აკეთებთ ჩვენი ოთახი არის 20 კვადრატული და აქვე ვისარგებლებ თქვენი ეთერი და მადლობას გადაუხდი სოფლის და რაიონის ხელმძღვანელობას რომელმაც ადმინისტრაციული შენობაში დაგვითმო ეს 20 კვადრატი და მოგვეხმარა უანგაროთ ყველაფერი იჯარის ფულს არანაირი იჯარის ფულს პირიქით ხელი შეგვიწყო მოხალისეობრივად და ყველაფრით რომ ეს ოთახი დამგვანებოდა მართალ ოთახს თქვენით მოვაწყვეთ ყველაფერი ჩვენით მოვაწყვეთ როგორც აღნიშნე დახმარებით ასევე იყო დახმარება მოხალისეობრივი დახმარებაც არ ვიცი თარწიგნის თარვები მამამ შემოგწირა რაღაც ჭაღი გვიყიდა დედამ ორბელიანმა ყველა ის ნივთი რაც იყო რეაბილიტაციისთვის საჭირო იქ ფარდები შეგვიძინა სხვადასხვა სამსახურებმა და ძალიან არა ბიჭო მინდა თქვა ესეც ძალიან კარგია ხო სულ რაღაც 20 კვადრატში რომ ესეთი რაღაცები ხდება და სოფლის ახალგაზრდობას უხარია მე ასევე მინდა ვთქვა რომ ეს არ მithქვამს ეს ხმამაღლა და არც იციან ბავშვებმა რომ მეც ვიცი ეს მაგრამ იყო ესეთი რაღაცა რომ აი თამარი რო გვიკეთებს რაღაც აქტივობებს გვიგეგმავს და ჩვენ გვიძახის და გვხსავს მოდი იქნებ ჩვენც გავაკეთოთ რაიმე და დაუძახოთ მას რომ ამით ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ ეს იყო ყველაფერი რაც მივიღე მე ამით და ჩავთვალე რომ ჩემი გარჯა, ჩემი შრომა არ ყოფილა ფუჭად ჩავლილი. გვაქვს სხვადასხვა გეგმები. ორბელიანის თანაკავშირებით მინდა ვთქვა რომ ჩემს მუნიციპალიტეტში დაფინანსდა მეორე პროექტი, ეს არის სოციალური სამრეცხაო, რომელიც დაიდგა სოფელ ახალშენში, ერთ-ერთი ოჯახში, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახია და აქვს ძალიან დიდი პრობლემები და ამ ოჯახში დაიდგა სარიცხი მანქანა და გაკეთა პატარა ოთახი, სადაც სოციალური სამრეცხაო და არა მხოლოდ ეს ოჯახი იყენებს, არამედ მთელი სოფლის მაცხოვრებლები, რომელსაც არ აქვთ მის საშუალება, რომ ვთქვათ, მოხუცები არიან, სოციალურად დაუცველები, გაჭირვებულები, შესაძლებელი რაღაც თქვა წეგან ფორუმ თეატრი ეს არის ფაქტობრივად არტ თერაპია რომელთაც ჩვენ შეგიძლია მოვლენათა რიგი შეცვალო როგორც ჩვენ ცხოვრებაში ისე სცენაზე მიმდინარე მოვლენები და ომის შემდგომ პერიოდში 2008 წელს გულისხმობ ფორუმ თეატრმა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მოახდინა იმ ადამიანებისაც რომელიც იყვნენ მსხვერპლი და მე დარწმუნებული ვარ თუ ყველა სოფელში იქნება ფორუმ თეატრის პრეცედენტები და ეს იქნება უკვე ტრადიცია დანერგილი ძალიან მნიშვნელოვნად შეიძლება მათი სოციალური პირობები ერთი შეკითხვა შეიძლება
გურია არ აქტიურობს. გურიდანაც იყო სოციალური მაცივარი მსგავსი არსებობს ჩოხატაურში. და სხვა იდეები ჯერჯერობით შენოდა დააქტიურდე და თქვენზე არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ადამიანების აქტიურობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არ შეგვიძლია ხელოვნურად მოვაწყოთ, ანუ სტიმულირება მოვახდინოთ ამ იდეების. იმედია დღევანდელი ეთერის შემდეგ, როდესაც ნახავენ, რამდენი კარგი ამბავი ხდება სხვადასხვა რეგიონში, გურიაც აჭარად და სრულიად საქართველოს გაერთიანდება მსგავსი პროექტების გარშემო. ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი სტუმარი დავაპატიჟოთ. ნამდვილად და მე მინდა სტუდიაში დავაპატიჟო მარიამ მიროტაძე, ლაგოდეხიდან, რომელმაც ლაგოდეხში საზაფხულო კინოჩვენებები გააკეთა და ადგილობრივებს გართობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება მისცა. გამარჯობა. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. კინო უყვარს ეთყობა ზაფხულში. მე მგონი უფრო კინოჩვენებები მოვაწყოთ და მე როგორც მითხრეს და ჩამჩურჩულეს ყურში ჩუმად საკუთარი ხელით ხატავდა აფიშებსო. მეგობარი ხატავდა და ვეხმარებოდი მეც კი. თავად ვაკეთებდით ბანერებს, რომ მოსახლეობისთვის ინფორმაცია მიგვეწოდა. ერთ-ერთი ხერხი იყო ეს. ამის გარდა ჯგუფი ქონდა შექმნილი, რომელიც ყოველსათვის ხოლმე საწოდომი იყო და იქ პოსტავდით ხოლმე თუ რა იქნებოდა, რა ფილმის კინოჩვენებები, ასე ღიაცის ქვეშ გაქვთ მოწყობილი თუ თქვენ 20 კვადრატულ მეტრზე ხართ მოთხოვებული. საფხულში ღიაცის. გასაგებია, სადაც არის სივრცე ღიაცის ქვეშ. საინტერესო ჯგუფი ვართ ნატურის ხე ასე ვქვია, გოგონათა ჯგუფი და გადავწყვეტეთ, რომ გაგვეკეთებინა რაიმე, რაც ახალგაზრდებს გართობის საშუალებას მოგცემდა, იმიტომ რომ რეალურად ჩვენს თემში არ არსებობს მსგავსი არაფერი. ძველი კინოთეატრი იყო და არის მე დავდიოდი ხშირად ლაგოდეხის თეატრში, თუმცა იშვიათი არის. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს, ბოდიში, 12 გოგონა, არც ერთი ვაჟი, ნატრის ხე, რატო შეარჩიეთ ეს სახელი და რატომ მხოლოდ ქალბატონები? კი ბატონო, თავდაპირველად სუსულთავიდან გავერთიანდით. პროექტს ერქვა პირველ პროექტი მალალასთან ერთად. ჩვენი თემი ეთნიკურად მალალასთან ერთად. ეთნიკურად მრავალფეროვანი თემია და არის პრობლემები, ნაადრევი ქორწინება, ძალადობით გათხოვება, ოჯახური ძალადობა და ასე შემდეგ და სწორედ მათთვის რომ გვეთქვა, რომ იცით, მათ ოჯახებში ჩავედით, ეს გოგონები წამოვიყვანეთ 2 დღით და უთხარით, რომ იცით, რა თქვენ გაქვთ სწავლის უფლება, გათხოვების უფლება. კი ბატონო და შემდეგ აღარ დავიშალეთ, მოკლედ მეორე წელს რახან გამოჩნდა ორბელიანი, მოდი კიდე გავაკეთოთ რამე. მაგრამ თუ აგზელეთ იმ პირველ თემას, რითიც დაიწყეთ თქვენ ზოგადად აქტიობა. კი ბატონო, ახლა წელს უკვე ისევ ორბელიანთან. გოგონების ხარდაჭერას, დიახ. კი ბატონო, გენდერულ თანასწორობაზე შევიტანე პროექტი, რომელიც გულისხმობს, იქნება 13 ფოტო. 13 ფოტოს ეყოლება საკუთარი გმირი, რეალური ამბებით. შემდეგ მოიწყება ფოტოგამოფენას პლუს პერფორმანსი, სადაც ყველა ფოტოს ყველა გმირი იქნება გამოფენაზე და მოყვებიან საკუთარ ისტორიას. რეალურ ისტორიას. აშის დაბრუნდება. ძალიან ისეთი გავხდი, რომ დამიარა. დაგბურძგლა ესე ვთქვათ. ბრავო გოგონებო და ბრავო ორბელიანი. ჩენებებზე მინდა ისე ვკითხო, თუ გრძელდება ზამთარში მე როგორც ვიცი უკვე დახურულ სივრცეში გადადიხარ და რა ფილმებს აჩვენებთ ხოლმე და რა არის მოთხოვნა საზოგადოებიდან. პირველი ფილმი რა იყო ისე გითხარ. პირველი ფილმი ვაიმე. პირველი ფილმი. იმდენი იყო რომ აღარ ახსოვს უკვე. მე მგონი მოსახლეობა გამოვიკითხე და ამის მიხედვით ფოკუს ჯგუფი ჩაადარე. კი. მოკლედ, ისე იყო გადაწყვეტილი, რომ მხოლოდ ღია სივრცეში ვიყოთო და ზაფხულობით იყოს მსგავსი რამეო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის მხრიდან ინტერესი დიდი იყო, ესე მოვიდნენ ჩვენთან ბავშვები და გვითხრეს, რომ ძალიან მთხოვთ იქნებ სადმე სხვაგან გავაკეთოთ და გავაგრძელეთ, დღემდე გრძელდება, ახლა უკვე ღია სივრცეში გადავდივართ, თუმცა მთელი ზამთარი გაზაფხული ვიყავით სივრცე არის სპორტსა და ახალგაზრდობის სამსახური, რომელიც ძალიან დაგვეხმარა. დენის რესურსი, იქ ფართი იყო რაღაცა, 14 წლიდან ყველაზე უფროსია 23 წლის გოგონა ჩვენ ახლა მიხვდა ცოტა არასერიოზული არის შეიძლება და შუამდგომლობას მეტნაკლებად გვიწევდნენ. თქვენზე ვერ იტყვის ვერასოდეს რომ არასერიოზულები ხართ, როგორ თემებს ეკიდებით, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მაგრები ხართ. დიახ, თქვენი ეთერის საშუალებით და დავამატებ იმას, რომ მე პირადად როდესაც ორბელიანში გადავწყვეტე ჩემი იდეა, ესე ვთქვათ, პროექტად მეკცია და დამეწერა. საერთოდ არ მქონდა არანაირი პროექტების წერის გამოცდილება და ვიყავი იმ ახალგაზრდებით, რომლებიც ალბათ დღეს გვიყურებენ და ფიქრობენ რა რთულია გააკეთო ბიუჯეტი, რა რთულია დაწერო პროექტი და მიაწოდო ისე ორგანიზაციას, რომ მათ დაგიფინანსონ და მოგცენ შანსი განახორციელო. მე მინდა გითხრათ, რომ ორბელიანში ეს არის ძალიან მარტივი, იმიტომ რომ ძალიან მარტივი პლატფორმა, რომელიც აჩვენეთ უკვე. მინდოდა კეთისთვის მეთხოვა, რომ მაყურებლისთვის და მაქსიმალურად გეხმარებიან თუ ვინმე მარიცის თქვა უცხოენა ინგლისურად, ხო, ორგანიზაციის წარმომადგენლები გეხმარებიან, რომ გითარგმნონ ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე განხორციელების ეტაპზეც გაძლევენ ძალიან ბევრ რჩევას და გეხმარებიან. იქნება გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხალისეობრივი ინსტიტუტი არის, ეხლა იყიდებს ფეხს
მაგრამ უკვე მრავლად რთულია არის ხო არის რაღაც სირთულეები მაგრამ მინდა გითხრათ რომ ყველაფერი არის დაწესებულებად და ვუთხრათ თქვენ სტემაყურებლებს რომელსაც აქვთ იდეები და ჯერ კიდევ ორჭოფობენ დაწერონ თუ არა პროექტი. აი ახლა კეთის მინდა ვკითხო მაყურებელს თუ შეიძლება ანახეთ ეს გვერდი პლატფორმა საიდან ზოგადად ხდება ამ ყველა იდეის განხორციელება ალბათ დაფინანსება და შემდეგ უკვე მასშტაბურად მისი ჩაშვება საქართველოს მასშტაბით. კლიმატის ცვლილებები, დიახ. 4 მიმართულებით ვიღებდით იდეებს. ეს იყო კლიმატური ცვლილებები, მეორე არის I belong, ანუ საქართველოს ჩემი სახლია, რომელიც უმცირესობებზე იყო მიმართული, მათ ინტეგრაციაზე, გენდერული თანასწორობის და პოზიტიური სოციალური ცვლილებების. ეს სპეციალურად დავტოვეთ ესეთი ფართო, იმიტომ რომ იმ ადამიანს, ვინც თulis რომ ვერ მოარგებს და ვერ ჩასვავს რომელიმე ამ თემატიკაში, არ შეუძლოდეთ, კი ბატონო. და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანს რა იდეაც აქვს ნებისმიერი თემატიკა შეძლოს განხორციელება და თავისი პოტენციალის გამოყენება. პლატფორმაზე შეუძლიათ აპლიკაციის შევსებით, სულ რაღაც ერთგვერდიანი აპლიკაცია, როდესაც დააჭერენ აი submit ideas, გავიდნენ შესაძლოა ინგლისური თუ არის ის მომხმარებელმა ონლაინ კონსულტაცია გვაქვს აქ? შეგიძლიათ Facebook გვერდზე მოგწეროთ, სადაც უფრო დაწვრილებით არის აღწერილი, გვაქვს შესაბამისი სახელმძღვანელოები Facebook-ზე შეგვიძლიათ, კი ბატონო, ჩაწერეთ ორბელიანი საქართველო და იქ ნახავთ ქართულად და ინგლისურადაც. გარდა იმისა, შეგიძლიათ შეხვიდეთ და პლატფორმაზე იხილოთ ყველა იდეა, რაც გამოარჩევს სწორედ ჩვენს ორგანიზაციას, სხვა ყველა დანარჩენი ორგანიზაციებისგან, იმით რომ თითოეულ იდეას აქვს თავისი გვერდი, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მიმდინარეობა. კიდევ ერთხელ ვთქვათ მაყურებელს მისამართი გვერდის, ვინც ეს არის app.orbeljani.net, სადაც არის პლატფორმა და სადაც შეგიძლიათ იხილოთ იდეები, ისარგებლოთ ჩვენი შესაძლებლობებით და ასევე რაც არის მნიშვნელოვანი, თუ გაინტერესებთ როგორ მიმდინარეობს თითოეული იდეა, შეხვალთ პლატფორმაზე და იქ არის უკვე ატვირთული თითოეული კომენტარი, ფოტო და შეგიძლიათ ჩაერთოთ და გაგვიზიაროთ თქვენი აზრი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენს დონორ ორგანიზაციებს, შვედეთის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს, რომელმაც საშუალება მოგცევს სწორედ დაგვეფინანსებინა ასეთი აქტიური იდეები. დიდი მადლობა წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. რეკლამის დროა ახლა ჩვენს ეთერში. დიდი იმედი მაქვს. რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, დაგველოდებით.